რეჟიმის ტყვეების გასამართლება გრძელდება. საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა გიორგი ახობაძისა და ანტონ ჩეჩინის პროცესები. ორივე პოლიტპატიმარი ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს და აცხადებენ, რომ ნარკოტიკული ნივთიერება მათ სწორედ პოლიციამ ჩაუდო. ახობაძის პროცესზე დღეს ქიმიური ექსპერტების დაკითხვაც იყო დაგეგმილი. რა ხდებოდა სასამართლოზე დეტალებით ახლა გიორგი კვიჟინაძე შემოგვიერთდება. პირდაპირ ეთერში. გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე გამოკითხეს, ესენი არიან ქიმიური ექსპერტები, რომლებმაც შეისწავლეს იმ ნივთიერების შემადგენლობა, რომელიც გიორგი ახობაძეს ჩაუდეს. ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ესენი ნამდვილად იყო ნარკოტიკული საშუალება, თუმცა როგორც დაცვის მხარე აცხადებს, ამ ექსპერტების დაკითხვა საქმეს ვერ შეცვლის, რადგანაც ეს საქმე არის თავიდან ბოლომდე გაყალბებული და გიორგი ახობაძე ამბობს, რომ ნარკოტიკული ნივთიერება ოლიგარქი ივანიშვილის ხელისუფლება მას ჩაუდო. იქიდან გამომდინარე, რომ ის აქტიურად აპროტესტებდა სწორედ ქართული ოცნების პრორუსულ ნაბიჯებს და რეჟიმის ქმედებებს, როდესაც ქვეყანა ჩამოაშორა დასავლურ კურსს და წაიყვანა რუსეთის მიმართულებით. სასამართლო პროცესზე მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობდა, თუმცა გიორგი ახობაძეს არ უსარგებლია რაიმე სიტყვით, ის თავად იღებდა მონაწილეობას ექსპერტის დაკითხვაში. ის რომ საქმე არის ფალსიფიცირებული, სწორედ ამასთან დაკავშირებით საუბრობდა გიორგი ახობაძეც და როგორც ბრალდებული აცხადებს, ოლიგარქი ივანიშვილის ხელისუფლება მას ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდო. საქმეში არ არსებობს ნეიტრალური მოწმე, რომელიც დაესწრებოდა ჩხრეკის პროცესს და არ არსებობს ჩხრეკის ვიდეო მასალა. ეს არადა უნდა მოეხდინათ პოლიციის წარმომადგენლებს ჩხრეკის გადაღება, თუმცა რატომღაც ამ საქმეშიც არ არსებობს არანაირი ჩანაწერი, რომელიც ასახავდა ექიმ გიორგი ახობაძის ჩხრეკის პროცესს, რაც შესაბამისად უფრო ამყარებს იმის ეჭვს და ვარაუდს, რომ ექიმ სამოქალაქო აქტივისტ რეჟიმმა ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდო. თავიდანვე ვიცოდით, რომ ნარკოტიკი იყო ნამდვილად მის ჯიბეში ჩადებული და შესაბამისად არაფერს არ გვაძლევდნენ ეს მოწმეები და ასევე დაიკითხა მოწმე, რომელმაც აიღო გიორგი ახობაძის ნერწყვის ნიმუში ციხეში და ამ მოწმეს ვეკითხებოდით, თუ ახსოვდა პოლიციელების მხრიდან ის დამცინავი დამოკიდებულება გიორგის მისამართით, რომელიც ეხებოდა აქციებში მონაწილეობას და მოწმემ ესეთი ინციდენტი ვერ გაიხსენა, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატიც იყო იმ ინციდენტის დროს და ახსენებდა ამ გარემოებებს, უბრალოდ მოაშორეს მოვლენებს, რადგან ის იყო საკმაოდ აქტიური და მას შეეძლო ბევრი ხალხის მობილიზება და ამ ხალხის დახმარება, რომლებიც აქციაზე მაგალითად დაშავდებოდნენ და ის ასწავლიდა აქციის მონაწილეებს, როგორ გადაერჩინა თავი მაგალითად მომწამლავი გაზისგან და ასე შემდეგ. შესაბამისად მის პოზიციით მისთვის ნარკოტიკის ჩადება და მის დაჭერა ემსახურებოდა მხოლოდ იმას, რომ ამ მოვლენებისგან მოეშორებინათ და გაენეიტრალებინათ. ექიმ გიორგი ახობაძის მსგავსად რეჟიმი ნარკოდანაშაულს ედავება კიდევ ერთ აქტივისტ ანტონ ჩეჩინს, რომელიც აქტიურად იღებდა მონაწილეობას ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქციებში. ჩვენ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ და ბრალდების მხარემ ახალი მტკიცებულებები წარადგინეს. ბრალდების მხარემ წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ნივთიერება, რომელიც ანტონ ჩეჩინს ჩაუდეს პოლიციელებმა ჯიბეში, ამოვიდა მისი ბიოლოგიური ნიმუში, თუმცა აღნიშნულის მოლოდინი ჰქონდა დაცვის მხარეს და თავად ანტონ ჩეჩინს, რადგანაც როდესაც პირისღრუს დათვალიერება მიმდინარეობდა დაკავების შემდეგ ანტონ ჩეჩინის ხელთათმანით შეუმოწმა სამედიცინო პერსონალმა ან ექსპერტმა ანტონ ჩეჩინს პირისღრუ და შემდგომში იგივე ხელთათმანის მეშვეობით გადაიტანა უკვე ჯიბეში ჩადებული ნარკოტიკული ნივთიერება, რაც ბუნებრივია, შესაბამისად ექსპერტიზა დაადგენდა შემდგომში, რომ ბიოლოგიური ნიმუში ამოვიდოდა ანტონ ჩეჩინის ამ ნივთიერებაზე. კიდევ ერთი მტკიცებულება, რომელიც ამჯერად დაცვის მხარემ წარადგინა, ეს არის სამედიცინო დოკუმენტაცია, როდესაც ანტონ ჩეჩინს ესაჭიროება ოპერაცია და აქედან გამომდინარე სხდომაზე მოითხოვეს, რომ აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა შეწყვიტა გირაოსახი, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული მტკიცებულება და შუამდგომლობა არ გაიზიარა და ანტონ ჩეჩინი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
როდესაც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანეს, მის კონკრეტული პირის მხრიდან მოხდა ხელთათმანის გამოყენებით მისი პირის ღრუს დათვალიერება, მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თუმცა აღნიშნული ხელთათმანი, რომელზეც მოთავსებული იყო, მასზე იყო, ესე რომ ვთქვათ, ანტონ ჩეჩინის ნერწყვი, მისი ბიოლოგიური ნიმუში, ამის შემდგომ მოხდა აღნიშნული ნიმუშის გადატანა პაკეტზე და შემდგომ ამგვარი სახით გაეგზავნა შესაბამის საექსპერტო დაწესებულებას, ამ შემთხვევაში ლევან სამხარაულზე არის საუბარი. ამიტომ დაცვის მხარისთვის აღნიშნული მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. ანტონ ჩეჩინს ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა, გამომდინარე მის თავის არეში არსებული კისტოზური წარმონაქმნიდან, რომელიც როგორც გამცემი ორგანოს ექიმი, გამცემი დაწესებულების ექიმი განმარტავს, წარმოადგენს დაუზუსტებელ სიმსივნურ წარმონაქმნს. ის ფაქტი, რომ რეჟიმის ტყვია უკვე დიდი ხანია ვიცით და განმტკიცდა მაშინ, როდესაც არანაირი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს, რომ ჩვენ შეგვიძლებოდა მტკიცებულებების წარმოდგენა, ამიტომ ესეც კი უკვე საკმარისია. თან მოსამართლეც პროკურორიც ისეთი პიროვნებები არიან, ვისაც სხვა საქმეებზეც ნიშნავენ, ასევე პოლიტიკურზე, ამიტომ ესეც მეორე მტკიცებულება, რომ ანტონის რეჟიმის ტყვია ისევე როგორც დანარჩენები. აქედან გამომდინარე, დღესაც ვიცოდი დარწმუნებული ვიყავი, რომ არ გამოუშვებდნენ, რადგან ტყვეებად ტყუილად არ ჰყავთ აყვანილი, ტყვეებს ტყუილად არ ეძახიან, ნამდვილად ასე არის და რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა მტკიცებულება ჩვენ წარმოვადგინოთ, რაც არ უნდა ცუდად იყოს ადამიანი, მათ ადამიანობის გზნობა არ აქვს შერჩენილი, შეიძლება გულში მოსამართლემ რაღაცა გაიფიქროს, მაგრამ სისტემას ვერ გადაახტება, რადგან ან დაშინებული ჰყავთ, ან არ ვიცი იქ რა ხდება, მაგრამ რადგან ისინი ტყვეებად ჰყავთ აყვანილი, რა თქმა უნდა, თუ რაღაც არ შეიცვალა, არც ერთ მათგანს არ გამოუშვებენ და აქ სამართლებრივი გადაწყვეტა ვერც ერთ ამბობს ვერ ექნება. როგორც ანტონ ჩეჩინს, ასევე ექიმ გიორგი ახობაძეს რეჟიმი ედავება ნარკოდანაშაულს და საინტერესოა აქ ის ფაქტი, რომ პროევროპულ საპროტესტო აქციებში მონაწილე პირების წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალ ტაქტიკას მიმართო და მათ ედავებიან ნარკოდანაშაულს. ანტონ ჩეჩინი და გიორგი ახობაძე არ არიან ის ერთადერთნი, რომლებსაც რეჟიმი ნარკოდანაშაულს ედავება და ქართული ოცნება ასეთი მეთოდებით ცდილობს საპროტესტო აქციების მუხტის ჩაკლას და აქციების მარგინალიზებას.